თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, საფარის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთივე აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის საფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს. პროკურატურის განცხადებითვე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში. გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები. აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ. ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებაში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. ძლიერი საქართველოს ლელოს პოლიტიკური გუნდი გმობთ ამ ფაქტს, მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვავთ როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას, როგორც მცდელობას, რომ სახელმწიფო
ძალაუფლების კონსოლიდაცია ავტორიტარული გზით საბოლოოდ გაფორმდეს ქართული ოცნების პირობებში 4 ოქტომბრის არჩევნებზეც მათ შორის ბევრმა საქართველოს მოქალაქემ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარაშვილის დასმენის, ბერიას, სტალინის გზა არ არის საქართველოს მომავალი, რომ საქართველო გადარჩება ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე. სამთავროების უდიდესი ნაწილი ზოგიერთ არჩევნებს აკვირდებოდა და დემოკრატიულ სტრუქტურებში რაღაც ზოგს დიდი, ზოგს ნაკლები წვრილი ყოველ შექონდა და არ გვიგურს, რომ არასამთავროებებს დღეს ყადაღადებთ, შეიძლება მალე მედიებსაც დაედოთ ყადაღა და ქართული ოცნების თვითმიზანი არის ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და ეს ცდება მხოლოდ ამ საკითხს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, რომლის მთავარი დანიშნულება რუსეთის ფედერაციის ინტერესების საქართველოში გატარება, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. პირბადეების შეძენა ხდება იმ მიზნით კი არა, რომ პირბადეები უნდა გაიკეთო, ვინაიდან პოლიცია აგრესიული. სცენარი სხვა რამეს ითვალისწინებდა პოლიციაზე შეტევას, ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის გამოწვევას და ამ ვითარებაში ისეთი შედეგის მიღებას, რომელზეც არც გვიმალავდნენ თავის მოსაზრებას, რომ უნდა მისულიყო სისხლის ღრამდე და შედეგი უნდა ყოფილიყო ვინმეს დაღუპვა. აუცილებლად ეს როგორც იმ სცენარშია გათვალისწინებული, როგორც ეს უკრაინულ მეიდანზე განვითარდა, მაგრამ აქ მარტო პირბადეებზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი ჩაფხუტებზეც, აქ არის ლაპარაკი პიროტექნიკაზე, ლაპარაკი იმ საკითხებზე და იმ რესურსებზე, რომელიც უნდა დაპირისპირებოდა სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. როდესაც ჩვენ პირველად დავაინიცირეთ გამჭვირვალობის ქართული უმარტივესი კანონი, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მაშინაც ერთ-ერთი არგუმენტი ამ დიდარი NGO-ების მხრიდან, ვინც ისტერიკა ატეხა იმ დროს, იყო ის, რომ ჩვენი განადგურება სურთ და ასე შემდეგ. ხო, გავიდა რამდენი წელი ამ კანონის მიღების შემდეგ და აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ერთადერთი მათთვის, რაც არის რეალური თავის ტკივილი, არის ის, რომ ის შავი ფული, რომელიც ტრიალებდა მათ ხელში და რომელიც იყო აბსოლუტურად უკონტროლო, ამ შემთხვევაში ეს შავი ფული ხდება კონტროლირებადი და შესაბამისად უკვე ისინი ვეღარ მოახმარენ თანხებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. საქართველოს კანონზე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აქტი გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე. შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯისგან თავის შეკავება. დოკუმენტის თანახმად, აქტის იმპლემენტაცია მძიმე და გაუმართებელ ზიანს გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის. კავშირში ჩვენს ევროპულ პარტნიორებში არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ კანონმდებლობასთან და მათ შორის იმ ცივილიზაციურ საწყისებთან, იმ ცივილიზაციურ მონაპოვართან, ადამიანის უფლებებთან, რაც ევროპული სამყაროს ნამდვილი ფუნდამენტია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ძალიან ღიად ამბობს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს და თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე, ჩვენს მიმართ დამოკიდებულების სამართლიანობაზე, რასაკვირველია, თავარი თემა არის თვითონ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად დასავლეთ ევროპის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სვიეთ ცეცხლაძის, ვეფხია გასტრაძის და კიდევ 6 ბრალდებულის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება. ბრალდებულები უდანაშაულობას ამტკიცებენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.
მტკიცებულებები როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე აღებული ფიზიკურად ვერ ადასტურებდა კონკრეტულ ბრალეულობას. ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩხრეკის ყველაზე სამაგალითო დარღვევით შედგენილი ჩხრეკის ოქმი არის წარმოდგენილი საქმეში. ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე პირების მხრიდან მოხდა აშკარად უხეში დარღვევა, რაც უკავშირდება ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში იმ ნივთების განთავსებას, რომელი ნივთებიც მას სახლში არ ქონია. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საბოლოო სიტყვაში განმარტა თუ საერთოდ ფეერვერკი მის ხელში როგორ მოხვდა და პასუხი გაეცა იმ კითხვას, გასაგებია რომ ჰაერში ისროლა და მართალი არ არის ეს დასჯადი, მაგრამ არსებობდა კითხვები საერთოდ რატომ მოხვდა მის ხელში აღნიშნული ფეერვერკი, რაზეც განმარტა რომ მან ძირს დაგდებული ფეერვერკი როდესაც ნახა, სხვაც რომ საფრთხე არ შექმნა, ამიტომ აიღო და ჰაერში მოხდა მისი გასროლა. შეეხო იმას რა მოხდა ჩვენ სახლში, როცა პოლიცია მოვიდა და ეს იყო სიმართლე, რაც მან თქვა. ერთადერთი მე რაც არ ვიცოდი, იყო ის, რომ ემუქრებოდა პოლიციელი, რომ ჩვენ ახლა დაგიდებთ მაგიდაზე რამეს, იმას, რასაც ვერაფრით ვერ დაგვიმტკიცებ, რომ ჩვენ დავდეთ. და ეს იყო ყველაზე მტკივნეული ჩემთვის, არ მეგონა თუ ეს უთხრეს. კარგი სიტყვა თქვა და მადლობას ვეთყოდი თორნიკეს ამისათვის, რომ მე დავრჩი თვითონ კმაყოფილი ცოტა ღელავდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ღელავდა. არ უყვარს თორნიკეს ბევრი ლაპარაკიც, მე ვფიქრობ, რომ თამარ ჭედლიშვილი როგორც ყოველთვის ვამბობ. დიდი იმედი მექნება, რომ გამომართლებენ გალანჩეს გამოუტანს. ცეცხლის სასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულ ალექსი ახვლედიანის საქმეზე დღეს წინა სასამართლოს ხდომა გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებების საკითხი გადაწყდება და მხარეების შუამავლობას დააყენებენ. როგორც ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილებას ახვლედიანთან შეთანხმებით ერთობლივად მიიღებენ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მხარეებმა მასალები გაცვალეს და გადაეცა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერაა დაწერილი. წელიწად ნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. როდესაც მისი განთავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგზელებიან მუშაობა, როგორც სურვილი ქონდა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში. სულში იყო თუ არა ლაპარაკული? მე მსგავსი არ მსმენია რა და არა მე ხო გეტყვით ერთ რამეს. ადამიანთან, რომელთანაც აქვს კითხვები, რომელთანაც აქვს ზეწოლა, ხვდებით? ანუ მას უპირობენ ელჩობას, ვის უნდა ქონოდა ზეწოლა? ვის? მე, მამამის თუ მის სიძეს? აი ვის? გამოძიება გრძელდება ამ მიმართულებით, ოჯახის წევრები, მისი მეგობრები მიუთითებენ თორნიკე რიჟვაძის დეპრესიულ მდგომარეობას, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აგორებული შავი პიარი.